ბაგრატ მესამე არის ბაგრატიონი, დედით, ისა მამით და დედით არის აფხაზთა მეფის შთამომავალი, ხომ? რა საგვარეულო იყო ის ღმერთმა უწყის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს აფხაზთა სამეფოს ოჯახის წევრი იყო გურანდუხტი, მისი დედა იყო გიორგი მეორე აფხაზთა მეფის, სხვათა შორის ჭყონდიდია, ისა ჭყონდიდი ააშენა გიორგი მეორე აფხაზთა მეფემ მე-10 საუკუნეში. ხელმეორე დააშენა თუ თავიდან ბოლომდე ეგ სხვა საკითხია და რთული სათქმელია. და გიორგი მეორე შთამომავალია, დედით აფხაზთა მეფის ასული იყო გურანდუხტი იყო აფხაზთა მეფის ასული. მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატიონია ძველად სახელებს როგორი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო გახსოვთ რა, არ თქვენ ბაგრატი, გიორგი, რაღაც მამების სახელს, წინაპრების სახელს. გავიხსენოთ მამის ხაზით რა სახელებია იქ გავრცელებული. გურგენი, მამამის გურგენი ერქვა, ხო, წინაპრებს სუმბატი, აშოტი, რა ვიცი, გუარამი და ასე შემდეგ, ადარნასე. ბატონო? არა მხოლოდ რეგიონული, ასე ვთქვათ რა, არა სომხურშიც, წმინდა სომხური სახელები ეს არ არის სომხურშიც შემოსულია. იმ რეგიონისთვის ახლა მეზობელი რეგიონებია და ერთი და იგივე სახელები იყო გავრცელებული, კი ბატონო. და ნახეთ, რას არქმევს შვილს, უფლისწულს, ბაგრატ მესამე, გიორგის და არ არქმევს გურგენს. გურგენი ერქვა მამამის და გიორგი ერქვა მის პაპას დედის მხრიდან. უპირატესობას ანიჭებს დედის ხაზს. რატომ? ამეთი ხაზს უსვავს, რომ მე ლეგიტიმური მემკვიდრე ვარ აფხაზთა სამეფოსი. და ამითი ასე ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვათ, ეფერება დასავლეთ საქართველოს თავის დედულეთს და ამტკიც განამტკიცებს რა, ანუ მე ბაგრატიონი მოვედი იქიდან სამხრეთიდან, აგერ ჩემ წესებს ვამკვიდრებ და აბა როგორც მინდა ტაძარს ჩემთან ვაშენები იქ ტაოში და შვილებს ჩემი წინაპრების სახელებს მამის მხრიდან ვარქმევ კი არა, დემონსტრირებს იმას, რომ მე თქვენი მეფე ვარ და მართლაც გაამართლა ასეთმა მიდგომებმა და ჩამოყალიბდა აღქმა, რომ ხო, კი, ჩვენ ერთნი ვარ და ერთი სამეფოს აშენება შეგვიძლია.